ჩაწერების ქართული არის. ჩვენ ხუთი ეთერში ვარ. ჩვენმა აუცილებელი პირდაპირ უყურებს ჩვენს საქმიანობას, გადაცემებს, ყველაფერს. ამით ახლა ამაყობაში ჩამისვენ, თორე ჩვენზე უკეთეს ასრულებენ ისიც უკეთეს. გესალმებით. კარგად გიხარით? მოგესალმებით თანამემორებო, დღეს დისკუსიის დღე არის და სწორედ დღეს მინდა ძალიან ბევრი ისეთი საკითხებზე ვიმსჯელოთ, რომელიც ქვეყანას და ხალხისთვის არის ნამდვილად საჭირო ამ თემების წინ წამოწევა. დღეს ჩვენი სტუმარია ტელევიზიის ბატონი მერაბ შონია, რომელიც ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს და პროგრამითაც უნდა მას, რომ ეს პროგრამა ხალხთან და მოსახლეობასთან უფრო ახლოს მივიდეს და გაითავისოს, რომ როგორ შეიძლება ერის გადარჩენა, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. სწორედ ამ საკითხებზე მინდა მსჯელობა. მე ბატონო მერაბ სანამ კონკრეტულად გადავალ ამ საკითხებზე, სწორედ თქვენ გაქვთ ესეთი პროგრამა და ჩვენ გქონდა ამაზე მსჯელობა, რომ საჭირო არის, რომ როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, შეიქმნას საადგილმამულო ბანკი. ეს ბანკი, რომელიც დღეს ნამდვილად საქართველოს ჭირდება და ქართველებს ჭირდება. სწორედ ამ ბანკთან დაკავშირებით ჩვენ გუშინაც გქონდა გადაცემა, ვიმსჯელეთ, იმიტომ რომ დღეს საქართველოში რა ბანკებიც არსებობენ, ეს ბანკები არიან ფაქტიურად უცხო ქვეყნის წარმონაქმნები. იქაური დარეგისტრირებულები უცხო ქვეყნის რომელიმე ბანკი არეგისტრირებს საქართველოში ბანკს და იქ თუ არის 1%-იანი ზღვარი, საქართველოში 35-40%-იანი ზღვარია. სწორედ ამ ზღვარიდან გამომდინარე საქართველოში გაჩნდა ძალიან ბევრი ემიგრანტი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, იმიტომ ამ ბანკებმა ესე მიიყვანეს ქართველი ხალხი და ქართველი მოსახლეობა, რომ დატოვა სწორედ საქართველო. გააღატაკა ამ ბანკებმა ყველა სახსოვს, რომ ბანკის წარმომადგენლები მაღაზიებში, ბუჩებში ხდებოდნენ, აი თქვენ აიღეთ ცესხი, აიღეთ მოგცემთ ამ ცესხს, დაბალ პროცენტში მოგცემთ ესა და ნუ 1000 ვთქვათ, აბოლებდნენ, უხეშად რო ვთქვათ ამ ხალხს, მიდიოდნენ იმ ნაბიჯებამდე, რომ რა კარგია, ცესხს ავიღებ, მე საქმეს წამოვიწყებ, ბიზნესს წამოვიწყებ, ამ ზოგს ჭირდებოდა ჯანმრთელობისთვის, ზოგს სხვადასხვა მიმართულებით და დღეს ეს ბანკებმა საქართველოს ფაქტიურად გაანახევრა 5,5 საქართველოს მოსახლეობა ჩამოიყვანა 3,5 და კიდევ უფრო ჩამოიყვანა. სწორედ ამ ბანკთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ. ეს ადგილმამულო ბანკი, სწორედ ის ბანკი უნდა იყოს, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო, რომ შეიქმნას საქართველოში. კიდევ იქიდან გამომდინარე, ხელისუფლებას გუშინაც მივმართა, დღესაც მივმართავ, რომ იფიქროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიქმნას მაშინ თუ ეხლა ძნელია ესე უცოდ ბანკის შექმნა, მაგრამ არსებობს ეროვნული ბანკი და ეროვნულ ბანკმა შექმნას სახელმწიფო ბანკი. და სახელმწიფო ბანკიდან სწორედ მოხდეს ხელფასების გაცემა სახელმწიფო სტრუქტურებზე, მასწავლებლებზე, რექტორებზე, რაც სახელმწიფოს მიერ არის კონტროლირებადი, მოხდეს მასზე გაცემა ხელფასის, იგივე მაგალითად თუ კომერციულმა ბანკმა იმ პროცენტებში გაუწიოს კონკურენცია სახელმწიფო ბანკს, ხო? თუ სახელმწიფო ბანკი გასცემს 10%-ში, კომერციული ბანკი იძულებული იქნება, რომ იქ გასცემს 8%-ში სესხი. და ამერიკიდან მომდევნო ჩვენ ძალიან გვინდა ამ თემას ჩაუბრმავდეთ და ამ თემაზე გვინდა რომ ვისაუბროთ და მე ახლა ესეთ მას მოვიყვან პირადად საქართველოს ბანკი, რომელიც არის საქართველოში და ქვია საქართველოს ბანკი, ეს სულადაც არის საქართველოს ბანკი. ეს არის ინგლისში დარეგისტრირებული ბანკის ფილიალი, რომელიც საქართველოში დიდი პროცენტით მიაქვს დახები და სწორედ რასაც ამბობს დღევანდელი ხელისუფლება Deep State, რომელიც სწორედ ამ ბანკების მეშვეობით ცდილობს ქართველი ხალხის განადგურებას და საერთოდ თქვენ წაშლას მიწისაგან რომ აღარ ეახსენოს ქართველმა ხალხმა. საქართველო უყვართ ქართველების გარეშე და არა ქართველებთან ერთად. და საქართველო იმიტომ კარგი ბატონო მერაბ, რომ ქართველი ხალხია კარგი.
მიწა ბუნება არანაკლები სხვა სახელმწიფოებსაც, ხო? გინდაც გადასავლე, მაგრამ ქართველები რო არიან კარგები, იმიტომ არის საქართველოს მოდივარშეთი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ სწორად ეს ნაბიჯი და გადავდგოთ, რაზეც ხალხს დღეს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. მაგალითად მოვიყვანა, აი გუშინ მქონდა ესეთი რაც მოვიდა გამომიგზავნეს კითხვების შეავსება. ძალიან საინტერესო ამ კითხვას და სწორედ ამიტომ ვამბობ, ის პროექტიც არის ჩადებული, ადგილმამულო ბანკი უნდა განხორციელდეს, ამაზე დრო არის საჭირო უკვე და სწორედ ყველა თითოეული პიროვნება უნდა ჩაერთოს. მაგალითად ესეთი კითხვაში წერია, რომ თუ თქვენ საქმიანობა დაკავშირებული ექსპორტ-იმპორტთან ჩაწერეს საქონლის ტრანსპორტირების მარშრუტი. ესე იგი, რა ბანკის რა შევა აინტერესებს, თქვათ, მე სად გაიტანს საქონელს, თქვათ და მარშრუტს რატო უნდა კითხულობდეს ბანკი, ხო? ჩემი აზრით ბოდიში ანუ სწორ დისკუსიაში გამოვიდა კითხულობს, იმიტომ რომ ძირითადად ესე იგი ამ პანდემიამ მე თუში ორი დღე მაინც დღესაც ირაკინდუაზე ლაბარაკობთ დაახლოებით 1 წელს ვამატებ თუ ასე არის საწვავია დღეს გაწევრიანდა ჩვენთან ირაკი ისე აგარ კოროჟანიძე ეს არის იანდექსის ანალიტიკური ცენტრის უფროსი და მე გამკითხვას ვაკეთებ და ფაქტიურად ამ პანდემია და ეს ყველაფერი ხელოვნურად რაღაცა მოხდა შეიცვალა ეკონომიკის მოდელი და შეიძლება შემდგომ გადაცემაში ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ იმათ უკვე აინტერესებთ ვასალი ქვეყნები და სად მიდის ეს მარშრუტი. ანუ ციფრულზე არ მოყოს, ჩიპებზეა თავში ჩამოგვიდა ეს ჩიპები? არ მინდა, იმათი აზრი ისაა. იმათი აზრი ისაა, იმათი უშიშრობის სამსახური უნდა იპყროს. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ სწორედ ამას, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია საქართველოს ბანკი რომ მიიღებს ეს ინფორმაცია იგზავნება ინგლისში. ხო, ინგლისში იგზავნება. ესე იგი მას რა ინტერესებს, ოსი მე მარშრუტი რუსეთიდან გამაქვს, საქონელი რუსეთში მიმაქვს, თუ რუსეთის გავლენა მაქვს და ევროპაში, თურქეთის გავლენა საითი ხდება, ინტერესებს. მე ეს ბიზნესი არის საიდუმლო, ხო? ბიზნეს ვახორციელებ, ბიზნეს საიდუმლოს თხოვს შეიძლება გავასაიდუმლო, ხო? ჩვენ ზღვას ზეგი საიდუმლო, მაგალითად პირადად პედაჟი გვაქვს ამ ხო ამბობთ რომ პარტნიორები გახდება ტელემამული და საქართველოს ჩვენ გვაქვს მეგრული ვირუსი შემოყვანდა ეკანთის ამიტომ უნდა გავანაირდოთ ეს ვირუსი და სწორედ საქონლის წარმოშობა და ასე არ არის საჭირო ბანკის ფუნქცია არის ფინანსური საქმიანობის ვთქვათ როს ჩარიცხავს, რაც ჩარიცხავს, რაც გააკეთებს ადაწავდა. ამისთვის არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, კიდაც უსია თუ საგადასახადო თუ სხვადასხვა სტრუქტურები, ვინც კონკრეტულად საბაჟო არის თუ სხვა მმართველობა. როცა საბაჟო უკეთესად ხო იცის, რომ საბაჟოზე თუ გაგაქვს საქონელი საქმე, ხო სახელმწიფო თვითონ აკონტროლებს ამას ყველაფერს. და რა საჭირო ბანკმა კიდე საკი კონტროლი გამიწოს, მაგრამ ეს არის სწორედ ის, რომ ინფორმაცია გავიდეს საქართველოსთან. შემდგომ ესეთი რაღაცა არის. თქოთ მიუთითოთ ამ ქართული და უცხოური კომპანიებზე ინფორმაცია. ესე იგი იმ უცხოურ კომპანიაზე ჯერ ერთი მე რატომ უნდა ვიცოდე უცხოურ კომპანიაზე, როგორც სახელმწიფოებას ვაფორმები ინფორმაცია, ეს უცხოურ კომპანიაზე მოგაწოს ინფორმაციას და რავალდებული ვარ მე მოგაწოდო შენ ინფორმაცია მე ვისთან თანამშრომლობ. აქ არის სწორედ სხვა რაღაცა შეაძლებელი ბატონო მე და ეხლა აქ კიდევ ერთი საკითხებია, რომელიც ძალიან საინტერესოა, თქვათ ჩვენ ვართ პარტნიორები, ხო? თქვათ ბიზნესში. ეხლა დასვთხოვს ინფორმაცია კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრე პირების საქმიანობის შესახებ. ესე იგი მე უნდა ვიცოდე თქვენი საქმიანობა, თქვენ სადაგავთ ბიზნესი, რას მოღვაწეობთ, რა დაგიტოვეს მემკვიდრეობით, ყველაფერი ინფორმაცია და მე უნდა ეს ინფორმაცია მე მომაწოდე. ეს ინფორმაცია სწორედ სახელმწიფო ამაში ფულს ხარჯავს, ინფორმაციები მოიპოვოს და ბანკი ყოველგვარი მიზეზის გარშე გეუბნებათ ინფორმაციები მომაწოდეთ. და სამედივართ ეხლა. თქოთ მიანიშნოთ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალში კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრების პირების აქტივების დაგროვებული ქონების თანხის დანაზოგის წარმოშობის წყარო. ესე იგი მე თქვენ საიდან წარმოგექნათ? თქვა, თქვენ ითი სუნთქავ. ესე იგი აგენტი გახდით ჩემიო და შენი პარტნიორის ინფორმაცია მოწოდეთ. ჯერ ერთი პარტნიორი არ არის ვალდებული იცოდეს თქვენ ზაგავთ, ხო?
და აქ ყველაზე ჩამონათვალია ხელფასი, ბონუსი, აქციები, საინვესტიციო პორტფელი, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება, დივიდენდი, უძრავი ქონების გაკიდვა, მემკვიდრეობით რა მიიღეთ, ისიც უნდა იცოდეს თუნდაც პარტნიორმა. ეხლა ჩვენ ვამბობთ პარტნიორები ნახოთ, ესე მე უნდა ვიცოდე თქვენ მემკვიდრეობით რა მიიღეთ, რომ მე ეს ბანკს მივაწოდო ეს ინფორმაცია. ხო, სადაზღვევო პრემია, საჩუქრები, ლოტარია, სათამაშო ბიზნესი, კომპენსაცია, კრიპტოვალუტა, განხორციელებით მიღებული ქონება და სხვა. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ბატონო მერა, რაზეც უნდა დავამახვილოთ ჩვენ ყურადღება. ეს არის დამღუპელი. რასაც არის კონკრეტულად ეუბნება ნაგვარი. ინფორმაცია პოლიტიკურად აქტიური და მათთან დაკავშირებული პირებისა. მესმის. ესე იგი, რა უფლება ბანკმა მოითხოვოს, რომ ინფორმაცია ვინ არის, თუნდაც ჩემი ოჯახის წევრი, რომელი პარტიის წევრია, ვის აქვს, რა აქვს და ყველაზე საინტერესო რა არის კიდევ აქ. თქო, შეაქვსოთ ინფორმაცია თუ რომელიმე ბენეფიციარის მესაკუთრე პირი არის ან იყო, ესე იგი, უნდა აღნიშნოთ აქ ისა, რა. პოლიტიკურად აქტიური პირი. ესე თუ თქვენი ოჯახის წევრი იყო პოლიტიკურად აქტიური პირი, რატომ უნდა იცოდეს ახლა ვინ იყო და ვინ არის? ის უშიშროების მოიაზრებს როგორც უშიშროების თანახმად. მე და ახლა ყველა საინტერესო და ამ პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრი. და ეხლა ძალიან წვრილი ასოებით წერია, რომ ვერ წაიგითხოთ და რაც უკვე ეს არის დიდი ასოებით აწერა. ესე იგი, პოლიტიკურად აქტიური პირის მეუღლე ან პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური პირია, მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას და ძმა, მშობელი, შვილი, ფრჩხილებში გელი და შვილი. ესე გელიც უნდა ვიცოდეთო. მე გელის მეუღლე ან პირი, რომელთანაც შვილი, გელი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ესე იგი, ყველაფერი უნდა ვიცოდეთო, თქვენ სირგულე რითის უთხრავთ, რას აკეთებთ და რა საერთოდ სად გადაგიკეთოთ სასუნთქი ორგანო. ეს რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა მივაწოდო ეს ინფორმაცია, ხელისუფლებასაც, ეროვნულ ბანკსაც და თუმავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. და აი მას თქვენი სახელით აკეთებს საქართველოს ბანკი. რომ ეროვნული ბანკი გთხოვს ამასო. თუ თქვენ ამას ვითხოვთ, ეს არის თქვენ მაშინ ეროვნული ბანკი აყოფილხართ, თქვენ ყოფილხართ დისტრიქტი და თქვენ ყოფილხართ მოღალატე ბანკი და არა ეროვნული ბანკი. აი ამაზე თუ თქვენ არ გაამახვილეთ ყურადღება, ჩვენ გავამახვილებთ და ჩვენთან ერთად ეს პიროვნებები ვით ჩვენ გვერდზე დგანან. და პოლიტიკურად აქტიური პირები პირებთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირები. ესე იგი, საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირებიც აინტერესებთ. მასთან ერთად ფლობენ და აკონტროლებენ იურიდიულ პირის წილებს და ასე შემდეგ და ასე. Casal bodișe, șoarțe ar trebui ca la baboșii cornadare. აქ ერთი რაღაცა გამორჩა, რა, ახლა დედა, მამა ყველა დედინაცვალე, მამინაცვალე რატომ ჩაწერეს ერთი რა? შეიძლება გიპასო. კი ბატონო, უნდა მიპასუხოთ სწორედ ეგრეთ და გამოვიდე ჩვენ თავარიდან. პირველი ასე მაგალითს მოვიდა, ძალიან შეფერხ მოდელს მეზობელთან დავაარქ რაღაცა არის გადაკეტა მეორემ ეს ტერიტორია, ეს რაღაცა დამუკავია, იქ კამერა ჩართული და მოკლედ ერთი ჩემთან ისის მეგობარი და მეუბნება რესტორან აკეთებს დაცვის პოლიტიკას და ეს გამოდის და ხედავ რომ სასწაული ხდება ჩემთვის. სხვადასხვა ჩემის ვიზუალი ვერ იქნებოდა, მოსამართლე დახურას და მე თქვი ბრანდე ეს პროკურორი შემოვარდა ბრანდებული მე. გარეთ რომ გამოვედით, ეგ არის წარმოუდგენელი კინო როგორ არის. მოდი შენ ესე ვეფერებოდით ამას და ვეუბნებოდით ბიჭო. მე რომ მეზობლისთვის მეჩი. ხათო ჩაგაიე გამშორდებოდა ინტერესს, სოფოდა ცირა. ჩემ ცხოვრებაში მამობის უფლება შემართებოდა. და მე ვუთხარი შენ საზღვაო არ გინდა, სასიზო არ გინდა, თუ დაუწერო მაგარომ არ დაიწყო მუშაობა ეს კორპუსებში რო არიან ბავშვები უფროსებთან ერთად რო დაიშვენონ ეს კორპუსები აუცილებლად მოვალო ჩემი კორპუსის უფროსთან ამ კორპუსების დარბაზები რო გავაკეთო და კარტიაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ თავარი თუ არ თქვით, ჩვენ თუ სამართლიური ფორმას არ დავუბრუნდით და ის რაც დაიღვა, ეს თუ არ გასწორდა, ჩვენ არ გაგავით. ძალიან სამწუხაროა ეს.
ამიტომ საქართველოს გამარჯვების პლატფორმა ეს შეგვიძლია შევაბაროთ ქართულ პოლიფონიას, ბადრიგარასელი თქვა, მაგრამ ჩავუღმავთ ამას, არ იცი. ხმათა შეთანხმებით იმღერება, მაგრამ ეს რომ საერთაშორისო დონის და კოსმოსში გაიგზავნოს, ხო? ყველა უნდა იყოს გონაშვილი. გონაშვილი იბადება. ანუ ჩვენ ჭირდება ვინც გონაში. სწორად, ჭირდება ის ვინც ქართველებს. სხვანაირად ვერ გააკეთებთ, ხო? აი ეს გონაშვილი რომ ღერის და გონაშვილი ხმათა შეთანხმებით რომ სიმღერა ხო უნდა ისწავლოს, მაინც. მსმენელიც უნდა ყავდეთ. ანუ ჩვენ უნდა ისეთი მსმენელი გავზარდოთ, რომელიც დაიწყოს ურთიერთობას ეროვნული მოძრაობის ყველა ფაქტი. ბევრი ფაქტია, მაგრამ ყველანი ერთად შეთანხმდნენ, არ ვიცი რა მოხდება, მოიწვევენ ამ გროზნოში დავის დროზე ზვიადე მსახურია მოიწვია, რომ ნებისმიერი ეს ხელისუფლება ვინც არის არაკანონიერად იწვევა, მაგრამ დე-ფაქტო ხელისუფლება. ესე ადვილი არ არის, რომ შენ თქვა მე ვაცხადე ბოიკოტს. და რომ გააცხადე ბოიკოტს, რაღაცა პლატფორმა არ უნდა არსებობდეს, როგორც განდი გააკეთა, რომ სასულიერო პირებიც, მსხვილი ბიზნესიც ყველა დადგეს, ხო? აი ეს ახლა 40 კილომეტრში ჯარია, ეგრე ადვილი გასაკეთებელი არ არის და ძალიან საინტერესო მინდა, მაგრამ ახლა ბანკის თემაც ამოწია, მე ამაზეც გავალ, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სინოდ. უნდა გქონდეს რაღაცა ერთად თუ ვილაპარაკოთ და ეს ტელევიზია თუ მინდა გავხადოთ აქტიური, მიდის ჩვენი სატირული ჟურნალი უნდა იყოს. ახლა მინდა ეს თემა კარგად ავხსნა. ახორებელმა რომ გავიგოს, ანუ რა პოსტულატი თქვი მე რომ ვემზადოთ იმისკენ, რომ მომავალი არჩევნები მშვიდობიანად მოხდა. ანუ მონათა აჯანყება არ გამოვა. მან ქორთი უკვე როგორი რაღაცა იცი რომ უკვე ისეთი სისტემა ჩადგა, რომელმაც სახელმწიფოებს გაუჩინა მონობის სურვილი. რეზიდენტები მოამრავლეს ყველა მხრიდან და ახლაც ფიქრობენ ამ რეზიდენტებში ვისი რეზიდენტი ხარ, ჩინეთის ხარ, რუსეთის ხარ, გერმანიის ხარ, ჩვენ ყველანაირი რეზიდენტები გვყავს, ხო? ახლა როგორ ახერხებენ ამას? ახერხებენ ძირითადად ერთი პრინციპით პოულობენ აქტიურ ადამიანს, რომელიც დაიბადა ლიდერად. ამ ლიდერს ესე იგი თავიდან ყავს თავისი მომხრეები, დავალებას იძლევა, მონიტორინგს აკეთებს, დაბადებულია ასე, მე მას ასწავლიან ფინანსურ ანგარიშგებას, დასვლის ფულზე და გამოიყვანეს. ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება, მაგრამ ძალიან დიდი რაღაცა მოხდა, ვერ ვიხსენებ ამ გოგოს ფაქტს, რომელიც დღეს ქუჩაში არიან და დარწმუნებული ვარ, ქუჩაში არიან, იქ ძალიან ბევრი რაღაცები ხდება. და ამ გოგო თქვა, ჩვენი უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლო და არა ვინმესთვის. ეს არის ძალიან დიდი განაცხადი, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ როდესაც შენ დავუშვათ თანასწორობას, სამართლიანობას და სიტყვის თავისუფლებას და გეუბნების იმის გამო რაღაცას ვლაპარაკობ, თავში არ მითხრა, ჩემი ხელისუფლება თუ ხარ, ანუ სწორად არ შეიძლება, მაგრამ მე მანქანი ვინ არის, აი ამ გოგო თქვა, რომ ზუსტად ქართული ცნობიერება უნდა იყოს მე მანქანი. ახლა აქ ძალიან დიდი როლი უკავია, მაგრამ პირველი რაც მინდა თქვა და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სომხების ჩემი არ არის პლაგიატობა არ მიყავს, არც იმათ სახელმწიფო სახელება ხლა, იმიტომ რომ მაგათი თქვა, როგორ თქვა, მაგრამ ბევრმა თქვა. ბევრი. სომხების მდიდარი ადამიანი და რელიგია არიან და ერთმანეთს შეთანხმებულია, მაგრამ ძალიან ისეთი სასწავლებელი ზოგი ამაზე ვლაპარაკო, იგივე ხდება ებრაელებში. და ჩვენთან ესე იგი ვერი და ვერი შეიძლება ვერ ხერხდება. მე დარწმუნებული ვარ, რასაც ახლა ვიტყვი, ძალიან ბევრი მტერი გამიშლება წყალებში, მაგრამ გამიშლებიან ისეთი გოლნათელი ადამიანები, რომლებიც ითვლიან, რომ ეს ასეა. ანუ ხელისუფლება ივანიშვილმა, სინოდმა, ოპოზიცია და იმათმა, ვინც შექმნეს სიძულვილი სამყარო ჩვენს, ანუ სამოქმედო პროგრამას ხარი არ დაუჭირა, არაფერი არ გამომივიდა. ანუ ეს გადაწყვეტის წერტილი უნდა ვიპოვოთ. ახლა სინოდთან მიმართებაში ვლაპარაკობ. მინდა უბრალოდ მადლობა გადავუხადო მეფე გერასიმეს, რომელმაც კურთხევა მომცა, როცა ეს საქმეები დავიწყე და ძალიან დიდი ძალა აქვს მის კურთხევას. ფაქტიურად ლაპარაკი არა ამ სიზურვის საღამოში სიყვარულის სივრცე შექმნა და ზუგდიდში მან შექმნა საჯირო მე თვითონ ვესწრებოდი იმ სასწაულს ხათი როცა მოაგზავნეს როგორ მოიკითხავდა ოჯახის წევრებს ამ საჯიმანოში და რა თქმა დიდი სიყვარული. რამაც ჩაჩიბერია და ჩვენთან პროგრამისტების მონტე-კრეატორების ჯგუფი მუშაობს უკვე კითხავით დღეს რომ მოდის ის დრო, როდესაც ვიღაცა მე და შენ დაგვიახლოვდება და ჩვენ
არ გვექნება იმის საშუალება, რომ ტელეფონი გავთიშოთ და ესეც სწორებია ზონა. მეუღლე გერასიმეს უთხრა, რომ სხვადასხვა ჯგუფებიდან იგეგმება ჩვენი ჯგუფის შეხვედრა სინოდთან. და მეუღლე გერასიმემ თქვა, რომ მე რაც შემიძლია დაგეხმარებით სინოდთან. ახლა რა ხდება სინოდთან მიმართებაში? გარკვეულ ჯგუფში გავაკეთე ესეთი განცხადება, რომ არსებობს საარქივო მასალები, სადაც მერაბ-კოსტავან, მეზრუშილთან, შარტავასთან და ასე შემდეგ ძალიან დიდი საარქივო მასალებია, სადაც შალვა გაჭარავა და ესენი ფიქრობენ მიწის კანონის შემეღებაზე და პატრიარქი აკურთხებს ამას. ფაქტიურად ზვიადის ქვეშ იკვეთება ძალიან დიდი ქართული პლატფორმის წარმოუდგენლად, რასაც რევასტუდრიამ ეს მასალები მიეცადა ხელოვნურ ინტელექტს, ლაპარაკია საყოველთაო მშვიდობის დამყარებაზე და როგორ ხდება ამის მიხედვით ათინცდების და ხელოვნური ინტელექტი რა არის ახლა მე მომიწყეს, მაგრამ ეს არის ის ხელოვნური საცავი, სადაც საქართველოს უნდა გადმოვართ კითხები, გაზრებს, კითხვაზე პასუხს, იდეას აწვდი, რამდენად რეიტინგულია შენილი, მაგრამ მაინც ხელოვნური ინტელექტი, როცა ისე გადაიწყოს ხელოვნური ინტელექტი, რევასტუდრია აღიარა მსოფლიოში ნომერ პირველი ინტელექტუალი იდება მოხაც, რომ ის ჩვენი ჯგუფის წევრია. ორ დღეში აიღეს ეს ინფორმაცია, ის ზუსტად ახლოვანი ისე. რადგან გასაგებია, რომ კორპორაციები მართავენ მსოფლიოს და მათი კორპორაციები ამ ახალი ბაზრის გადანაწილების პირობებში, როცა უკვე გერმანია გამოვიდა ცალკე ბირთვულ მოთამაშე ინგლისთან და საფრანგეთთან ერთად რუსეთში ძალიან ადვილი მოსალოდნელია ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყოს, ამ ბაზარში ამ კორპორაციების შენარჩუნება შეუძლებელია ესე ადვილად არ ხდება, თუნდაც ინგლისიც გამოყოფილია და ძალიან დიდი თამაშები მიდის. ამ თამაშებში ჩვენ ესე იგი საქართველოს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც სიყვარულის სიმცის შექმნა შეიძლება. ანუ უკუნეთში სანთელის ანთება შეიძლება, უფალთან ზურგი დგომი ეპოქის დამარცხება შეიძლება და დავფიქრდეთ ურავესობის უცირასობაზე ბოგი. ეს რატომ? იმიტომ რომ ქართველი დედა, რომელიც ჩვენ ქვეყნიდან გავარცხი და მომავალში ვარყოფეთ. აი ეს უკვე შეუძლებელია სატანა. დედა ქართველი, რომელიც მეომარს დიდა მეომრებს შორის ომს აჩერებდა, თვითონ ამჯერად ისხამდა და ვერ ხსნიდა დედასთან მიდიოდა შვილის დასაყენად. ეს არის ფენომენი, რომელიც ჩვენ ვთქვით. და იმ პროკურორთან მიმართებაში უთხარი ძიძის გაზრდილო. შეუსიყვარულო ადამიანი, დეფიციტია, უფლისნებით ლაპარაკობ, იცი როგორ იყო გვეხვეო და გამოაწევრიანი შენ ჯგუფში ხმა მithვის. ბიჭო, ეს ახალგაზრდები ისე წამოვიდნენ და მოდი ამაზე დავილაპარაკოთ, სანამ ბანკში გადავალ და სასწაულ რეზერვებზე ლაპარაკი რომის ამოქმედება. იმიტომ მე ხა სპეციალურად დაგისვით ეს კითხვა, იმიტომ რომ თქვენ გავდის პროგრესულად ეს საგვარეულო და როგორ მოხდება ეს ბანკის შევსება, თანხების შევსება, მობილიზაცია როგორ მოხდება და ამიტომ დავიწყე ამ სწორედ მართლობით, რომ ის გეგმა რაც თქვენ მე გამაცანეთ და რაც გქონდათ ეს პროექტი სწორედ მოიზიდავს იმ თანხას, რითიც უნდა შეიქმნას სწორედ ქართული ბანკი, ეროვნული ბანკი, საადგილმამულო ბანკი, რომელიც ქართველებს სწორედ იმ ოჯახებს დააბრუნებს საქართველოში, ამ თანხებს ჩამოაწერს და თვითონ ეს სწორედ იმიტომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი და პირდაპირ ეზოში არის გალავანი და ნიჟარები, ციგზვაინები მათგილას, ხო? და ეს არის ადამიანი, რომელიც მოხელი კაცია და 2000 წელი მაშევარებოთო და მღვდელებს დავნიშნოთ ხელფასი, რომ ჯვრიცედა და ყველაფერი მოხდესო და ჩავეწეროთ ერთერთებულისთან წავიდე და ეს შენთან ვერ დავждები, რატო შენ განათლებული ხარ, ბიჭო? თავარი არის გონათელობო, თქვა შენ ხალხი უფრო დაგიჯერებს ვინმე მე, იმიტომ რომ იმდენად სუფთა ადამიანი ხარ. ახლა დღეს ავთოს უთხარი, რატო მიხარი ერთებულისთან მისვლა, მეტყვი სუსტი კითხების დასამეცის. აი, წარმოგიდგენია ერთ წუთს რომ ვაშლი რო დაეცა ნიუტონს, იმ დროს კითხვა არ დაისვა, რატო წარმოვიდა ქვევნა, ჩვენ მიზიდულის კანონი არ გვექნებოდა. აი, მე მაგალითად წარმოსახვით უნდა ვიყოს და ამ წარმოსახვით უარში რაღაცა მთავარი ცხოვრების და ჩვენ ამით ვიზიდავთ ერთმანეთს და თქვენი შეკითხვა ეხება ახლა საბანკო სისტემას და მე თავში დავაყენე პირველ რიგში წესი სამართლიანობის აღდგენა. ეს აუცილებელი არ არის, რომ რაღაცა იმით ისე რო ხდებოდეს, არა, ეს უნდა მოხდეს ჩვეულებრივად ძალიან დიდი ამნისტიის შემოშევება, ეცნიერული კონფერენციით, სინოდთან შეხვედრები. აი ახლა, აი ეს მინდა გილაპარაკო სანამ ბანკთან მithვიდა, მე ბანკის ამბავს დაწვრილებით გეტყვი ყველაფერს და გეტყვი ის რომ ტრილიარდული რეზერვებს ამოვაყენეთ. აბსოლუტურად ეს საერთოდ არც ვიბაშია საერთოდ და გეტყვი რა ასთან გვაქვს.
გამოვიდეთ ადამიანის ბუნებიდან. ადამიანის ბუნებაში არის ნორმასა და მიუწვდომელს შორის ის ყოველთვის მიუწვდომელის ხარისხია, ის ოცნებობს, როგორც სხვანაირი ოცნება აქვს, თავის ოცნების გოშს აგებს. ხო, ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ პირველ რიგში ვაკეთებთ, რომ ამ ადამიანის ინტერესი ჩვენთან გადაიკვეთოს. სანამ რამაზ ჩაჩიბაიაზე გადავიდოდი, ანუ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხო სასურველი მოდელი. უსაფრთხო სასურველი ეს მეური ვირუსი და გავუშვათ. მოიშოროთ და ესენი. აი ამ უსაფრთხო სასურველ მოდელში დეტალებში თუ ნახავს იმას, რაზეც ის ოცნებობდა, მაშინ ჩვენ მის ყურადღებას ვიპყრობ. ყურადღების კონცენტრაცია ნომერ პირველია ამ შემთხვევაში. ესე ვთქვათ, მისი ინტერესი უნდა გამოჩნდეს სწორად. დიახ, მაგრამ თუ ის ჩვენთან მოდის და ვინ მოდის ჩვენთან და რა უნდა უსაფრთხო მოდელი, ესე ქართული ცნობიერების დაბრუნება რო უნდა. აქ გვარდაკავშირებზე და იმაზე და გაგმიძე რომ რაღაცა სასწაულია, წარმოუდგენელია როგორ მიხარია და რა კომენტარები ჩდება იმასა და მე რო გამოვდივარ. აი ახლა ამ უსაფრთხო სასურველ მოდელში რაღაცა ის შემოვიდა კონტაქტში. და ვეუბნები და შენ რა მოგწონს, რა არ მოგწონს. და საბოლოო ჯამში მიდის ეს ფორმირება, ანუ სოციალური დაკვირვებით ვაკვირდება, მერე განზოგადება მიდის, მერე პრაქტიკულად მიდის, კონფერენციები მიდის და რაღაცა სულს სამოქმედო გეგმა ამოსრევდა. და წარმოვიდგინეთ, რომ აი შენი კითხვა ისევ, რომ აქ თავარი ნაპოვნია და იპოვა ეს რამაზ ჩაჩიბაია, მეუბნება შენი დაჟინებული მოთხოვნით მოხდა და ერთის გარეშე ვერ დავწერდიო და გამოგიზამი, ეს არის ქარტია მომრჩევლის რა უნდა მას რომ ქართული ცნობიერება დაბრუნდეს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება იყოს მისი მსახური, რომ ეს სამართლიანი სივრცე აღსდგეს, საბანკო სისტემა იყოს ისეთი, რომ როგორც თურქეთშია 25 წლის ვადით პროცენტ ნახევარში 3 წლის მერე გადახდით სუბსიდირების მექანიზმი მუშაობდეს, 1000-ნაირი აგროქსელი ხონდეს, ეს ერთ მომენტს ლაპარაკობ პატარას თუ საქართველო გახდება სამედიცინო ტურიზმის მექა, ბაკურიანში ვისვენებდი და 20 მინას ალაგებდა ეს კალკი და 20 სხვადასხვა ქვეყნიდან იყო. აი ჩემს მეგობარს აქვს სასტუმრო, გაწამდა ამ ჩვენს მენეჯერებში ირანელები მოვიდნენ, თავიანთი სამოიყვანეს, იმიტომ რომ ქსელია და წარმოიდგინე ახლა გვარდაკავშირებს გაუშვეს თანხები, დაიწყო მაგათმა ერთად რაღაცა განთავსების ობიექტების გაკეთება და ამაში მოწილეები გახდნენ ისინი, ვინც ჩამოიყვანენ თავიანთ სამედიცინო ტურიზმის სფეროში. ანუ პანსიონატური მოძრაობა აქ ეთნოსოფლების გაკეთება, არაფერს არ დავარაგო, როგორც უბრალოდ ეს სასწავლელი პროექტია საერთოდ. აი ეს სასწავლელი რაღაცები ეკონომიკა იწყებს მუშაობას, ინფრასტრუქტურის სამუშაოები 25 წლიანი შეება ჰორიზონტზე და ძალიან მაღალ ანაზღაურებადი და ჩვენი ექიმები იწყებენ და რომ აქ შეუძლია ივანიშვილი შემოვიდეს და იყიდოს ის 20 ტონიანი დანადგარი, სადაც კიბოს თუთმეტ წუთში ამაგი. ვინ ეს არანორმალური ხალხია, ვინც ამბობს, რომ იმასთან არ ვილაპარაკოთ, ამასთან არ ვილაპარაკოთ. სინოდთან დაკავშირებით ვიტყვი და მე მაგისტრებზე გადავალ. ჩვენ ახლა აი ეს პოზიცია უნდა გავასწოროთ, რომ არ შესრულებას კი არ დაუსვა ჩემთვის. სინოდთან დავშვათ კითხვები. როგორ ხდება თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ, რომ ხალები გარბიან ქვეყნიდან? ესე იგი ახალი თაობა იზრდება დედების გარეშე, დეგრადირებულია ქართული ცნობიერება. როგორ ხდება ეს, რომ 700%-იანი ის არის ფასმატება ათიაკებში, თურქეთთან შედარებით იგივე. როგორ ხდება, რომ ამ პენსიონერებს ასეთ სესხებს აძლევთ? რატო ხდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი აგროქსელი? რატო არ გვაქვს პენსიონერებისთვის კერძო საპენსიო ფონდი შესაბამისად, რომ მათი პენსიები ორჯერ გაიზარდოს? რატო არ შეიძლება გვარდაკავშირებს მივცეთ იმის უფლება, რომ ციხეში ისინი კარს ვეღებოს, რომ შეეძლოთ კანონმდებლობით გამოწვევა და გვარმა იყოს თავისი უფლება? რატო არ შეიძლება, რომ გვარდაკავშირები ჩაერთონ ამ პანსიონატურ მოძრაობაში და აქ ყველა ძალიან დიდი რაღაცა მოხდება, ანუ ფაქტიურად გვარდაკავშირების შეერთებით დაფუძნდება მსხვილი სოციალური საწარმოები, დარბაზების ფუნქციონირებაზე ჯერ არ გადავალ, მაგრამ მე აუცილებლად მოვალ ჩვენი კორპუსის მეთაურთან ერთად და წარმოიდგინეთ დიდი ღონში ეს კორპუსები შეერთდა, გაკეთდა პრეზიდენტი, პრეზიდიუმი და მმართველობით ორგანო და ხელისუფლება დაგვთო ჩვენ იმის ნება, რომ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. 100 მილიარდერზეა ლაპარაკი, რატომ არის? იმიტომ რომ ჩინეთი შემოვა ყვალ ისევ ამას მიიღებენ ჩინოვნიკებიდან, სულ კარგად იქნებიან. ანუ ეს ტენდერები ჯიბეში ინერგება, ეს თუ წავიდა, ესე იგი ამ მსხვილი სოციალური საწარმოების ამოქმედებაში რა მოხდება? კეთრი და იმაში უბანში იქნება მარკეტი, რომელიც
შემოიტანს ფულს და ერთი ექსკურსიები იქნება, ეს ბავშვები გაიცნობენ ერთმანეთს, იქნება უფასო აუზი, იქნება როგორც პირველ დასასახლე იყო ჭადრაკისის უფასო და ფასიანის ერთად კომბინირებულად, ხო? მაგრამ ასევე იქნება დაუშვათ დარბაზები და ახლა წარმოიდგინეთ, რომ 5 წლის ბავშვი და 17 ტორს ერთად აიმარენ, მე რაღაცებს ყიდიან და ან ბიჭები იმას ვებოდნენ და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყველა ერთად ისვენებს ეს ახალგაზრდები ისინი და ჩემთან შემოდის ვანო და ჩემი ნატალიკო, ჩემი სიცოცხლე და ჩემი ყველაფერი კიდე მოიყვანე, მე იქ წავიდა მირონობა, წავიდა ძმობა, წავიდა სახელმწიფოებრივი აზროვნება და შემოვლება დაიწყება. აი ეს ყველაფერი. ახლა მოდი გადავიდეთ ამ ბანკთან მიმართებაში, მაგრამ მანამდე ვიცი ამ ხატიას რაც თქვა, ესე იგი იმ სოფელში ამორჩევში და მთლიანად ყველა საარჩევნო სისტემაში დარბაზები უნდა გაკეთდეს, მაგალითად ჩახაიებში ჩემი მეუღლის ბენო ჩახაია, რომელსაც ვიცი რომ ყველა ჩახაია ბენოს იტყვის. ანუ ისევ ლიდერზეა ლაპარაკი, რომლის ირგვლივ უკვე წლობით არსებობენ მის მსმენელები და ორ წრეზეა, ერთი არის დაშტრიხული, აი ეს, რომელსაც უნდა რომ გარედან მართოს და მეორე ნათელი, არ ნათელისკენ მივდივართ. და ამათ უშლებათ ფინანსური შესაძლებლობა იარო ხალხი თავის პროგრამებით წარადგინო და რაც თავარია ზემოქმედებით თვითონ თავიანთი საქციელით კარგად მოქმედებენ. ყველაფერი ეს იდოთან ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ წლების, ასეული წლების განმავლობაში დამყარდა გარკვეული რაღაცა ანთებებზე არ მიდის ლაპარაკი, დაიწვება სწორ შეკითხვაზე სწორი პასუხის მიუცემელი შემთხვევაში ნიშნავს, რომ sve მონები ხართ. სიზრულის ადამიანები ხარ, ნული ხარ, არაფერი, მე არ ამბობია რომ ქართულის დამოუკიდებლობა მინიმუმ შეძლოს და ქართულის გახდომა სიზრულის ადამიანთან. აი, როდესაც ჩვენ მიუცნობაზე და მშვენიერზე ვლაპარაკობთ, მშვენიერების მეორე მხარეც გავიხსენოთ, ეს არის კაცი ადამიანი. სადაც ერის გააშიშვა ნაკლოვანი მხარეები და კარგი ძალიან დიდი ნიშნულ რაღაცას ვიტყვი ახლავე აბსოლუტურად სწორს. ჩვენ თუ გვინდა მშვენიერი, ეს ნაკლოვანი მხარეები, მაგრამ ზეც საზღვარზე როცა ვდგევართ ერიერი თვით მაკედონიის ვერაფერს ვერ შეძლებს, თემბელება თუ არ მოინდომა და აი სად იყო ეს კოსტავა სასტარული და პატრიარქის კურთხევა და ამ საქმეში რომ ზუსტად ამას ამზადებდნენ, რომ დარბაზებით, ახლა რომ ვიკვრებით, ვარიშვილობით რომ ვიკვრებით, მიწის კანონით რომ ვიკვრებით და ყველა იმ სისხლი რაც ქართულია, ყველაფერს რომ ავაფათქებთ. და საბანკო სისტემა და ფინანსები აქ ძალიან მნიშვნელოვანია. აი აქ უნდა გამოჩნდეს ძლებები, რატომ არის ის უფლის სიტყვა ჯორჯაძის და ჩვენი შეერთების დროს მე დავუსვი მაგათ შეკითხვა ისეთი რაღაცა, რომ ფინანსები და ტელევიზია რო ყოფილიყო, უკეთესად არ იქნებოდა საქმე, ან რატო ხდება ერთ მხარეში, ან იმ მხარეში, რომ უფლის სიტყვა ვერ მუშაობს. რატო არ უნდა დავთვალო აყურებელთან შეერთან კარგი კვალი. რატო უნდა ვილაპარაკო აგრესიულად? იცი როგორ გამოდიან? და ამბობენ პატრიარქი ესეთი, ის უნდა გაპარსო, ეს უნდა გაპარსო. ბიჭო, შენ საუთო საქმეზე ლაპარაკობ. ამ ხელ ვიღაცას სადმე არის რომ უფლის სიტყვით ისეთნაირად ამხელო, რომ მასზე ცუდი შტაბიშტივა დადო. შენ თუ ცუდ საცივს აკეთებ, მეორეჯერ მის საჭმელად ვიმებოვა? შენ არ ხარ დაწყობილი, რა იცი შენ იქ როგორ ხდება, რანაირად ხდება უცო რეზიდენტიდან და რა საშიშროების წინაშე დგანან ხალხი და თუ ხალხი არ მომწიფდა ამისთვის, იქ ვიღაცა ვერ იღებს ხმას და ვიღაცა 2 და 3% ამით უსარგებლობს. ჩვენ დიდი ისტორიის მქონე ვართ, დიდი სიყვარული გვაქვს ყველთან და ძალიან დიდ რაღაცებს გაკეთება შეგვიძლია. ელემენტარულად ეს საკითხები რო წარმოიქცევა ამ საბანკო სისტემასთან დაკავშირებით, მას პასუხი იმიტომ რომ მოვიწვიეთ ეროვნული ბანკის სპეციალისტი და ყველა. რასთან გავიდა საბოლოო ჯამში, ანუ ილია ჭავჭავაძემ შექმნა იდეალური ვარიანტი, რომ საგვარეულო კავშირები ყულაბაში აქტებენ, მაგრამ ზაირა ჭილაძემ დასვა სწორი კითხვა, ის ილია იყო და იმიტომ, ანუ ჩვენ უნდა გავხდეთ დობის პლატფორმა. აი ამაზეა ლაპარაკი. შემდგომ ლიბერალიზების საკითხი ესე ადვილი არ არის, მაგრამ გვარდაკავშირების ჩართულობით და მსხვილი სოციალური მეთვალყურეობის წარმომიდგენია შენ ახლა რაზეა ლაპარაკი, რომ ქსელია გაკეთებული, ადამიანი არის სახში, მოდის მასთან ქართული გლოვო, აკვიფავს რა არის გასაყიდი, ჭირდება ზამთარში მუშაობა, სუბსიდირების ისეთი მექანიზმი მუშაობს სათვალზე 80%, ენდემურთეზე, აგრონომზე, ვეტეკიმზე, რჩევაზე, იქ სოფელში კუროს ვერ იშოვი ძროხისთვის. ელემენტარულად შეიძლება ბუნებრივი წესით ახლა ხელოვნურად ეს გადაჯიშება ჩვენი სასწაული ჯიშის. ერთი დღე გაშდება, თუმცა გამიწყდება ეს ძროხები, საერთოდ ფუტკარი გამიწყდება. იქითკენ მივდივართ ახლა
გაჩერების დროც არ არის, მაგრამ ამ კაცობის დროც არ არის. არ არის ამ კაცობის. ამ საქმეში ვერ გამოდგება ამ კაცები. ჩვენ კაცურად უნდა ვილაპარაკოთ. დარწმუნებულიო, რომ რაღაცა პერიოდი რო გავა, ივანიშვილი მოისურვებს ჩვენთან დაჟინებას და ლაპარაკს. იმიტომ რომ მირიან მეფემ სანამ არ მოისურვა ქრისტიანობა გავცედა, აქ ლაპარაკი არ არის, ვიღაცა ზეციდან არ ჩამოვა. ელიტის ის ნაწილი უნდა მოვიდეს, რომელსაც სხვისი ტკივილი წარება შეუძლია, სხვისი სიხარულის გაზიარება და შავი პურის და შრომელი ადამიანი უნდა დაფასდეს და უნდა გაიხაროს ხალხმა. საბანკო სისტემის გადაწყვეტა არის ძალიან ადვილი. მე მინდა ახლა ირაკლი დუნდუასთან დაკავშირებით გავაკეთო გაცხადება. ძალიან ისეთი რაღაცა არის, რომ ქართული სტრატეგიების ობიექტი საერთაშორისო დონის რო გაკეთდეს. აი, როცა აკაკი კოროშანიძე გაწევრიან და მე იანდეზე დემო ვერსია კეთდება, რატო არის უნგებიანი, ამ დემო ვერსიით მე რაღაც აპლიკაციები კეთდება და მე იყიდება ეს აქციები და ჩვენ ემიგრანტების მეშვეობით შეგვიძლია ეს აქციები გავყიდოთ და ამომზრაოთ უდიდესი ფინანსური ჯერ საქართველოში აპრობაცია გავაკეთოთ, ასე არ ხდება, უცებ არასრული სრული უცებ არ ხდება, არაზუსტი სუსტი არ ხდება, ანუ აქ როდესაც მე ევროპელებთან ვიყავი და თქვენს რომ ერთი კაპიტი ემიგრანტები ჯიბიდან არ გვინდა იმისა და საწყები მუშაობენ და მონორშომაში აქ სხვა რამეა იქ ფიფული გავაკეთებინოთ. ამის იქით რა ხდება იცი? ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო სარეკლამო კომპანია გავაკეთოთ და ის ინტელექტუალები რომლებიც აქ არიან გამოვიყენოთ რომ ესე იგი ეს საერთაშორისო სარეკლამო კომპანიაში ემიგრანტი თუ სხვა ნებისმიერ დომინანტურ აქციას როლიც გაიყენება. ანუ ეს დიდი სასწაულია, მაგრამ ამის იქით იწყება ძალიან დიდი სასწაული, რომ ამ პროგრამისტებს მივცეთ მინატურა ხელისუფლებას და უნდა ვილაპარაკოთ. გადადიან საზღვარზე და უნდა იომო და იქ მიდის ომიც მატარებელი ომი და პლუს ამას რომ მინატრობა ეხება მათი აქტივები არ გაიყიდება და მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ლოგო, რასაც ვაკეთებთ უკვე და მივდივართ იქ ქართულთა სასწავლში რუსი, უკრაინელი და ქართველი და ასევე ჰიმნი მათ ენაზე ეს მოწოდება ომის შეჩერებაზე და ეთნოსოფელის გაკეთება. ახლა რომ ერეკავდა ეთბათაშარია ინგუშეთიდან მესხები შემოგვეხმიანენ და ეს ეთნოსოფელში ესე იგი ძალიან დიდი შეხვედრის ადგილი იქნება და საბოლოო ჯამში თემურ ეს გადაიზრდება რომ შენ რასაც ლაპარაკობ ახლა რა საკითხების დასვით ეს არის ფუნდამენტალური საკითხები ქართული ცნობიერების დაბრუნების, ღირსების დაბრუნების და ფაქტიურად ქართველი რო გახდება თავის ქონების მესაკუთრე და ამ პატარა ქვეყანაში არის შესაძლებელი შეკრა ამ სუფრით სტორიხა მომეწონა მადლობა რომ ეს ნახე როგორ არ გამიხარდეს მაგრამ იცი რა ხდება აი ეს ყველას მოუნდება და ყველას მოუნდება ფაქტიურად ლაპარაკია Facebook-ზე, Instagram-ზე ასჯერ მეტი ეს მითხრა გრამოთქოზორია ხედა რომ საიტები მიდიხარ რომ ეს შეხვედრები საიტები მილიონი შეხვედრის შემდეგ რა მოხდება ანუ ღმერთი რომ მეკავშირდები მე რა თქმა უნდა მაგრამ გავჩერდები მეთქი არა იარეთ დაიტევთო არა გივარდებათო twin-შიო ბუნება მიზრუნა რომ მე არაფერი არ აგერნიზის ის ჩემი მიქელა და ვარდე და ის რომ ჩემი ხმის რელატივით მოხდება ყველაზე ძლიერი ძმისგული პროსოფიოში აი ეს საფრთხე რომ გაფროცილდეს ქართული ფასფუდი და ამ ფილმებში ნაზარე აკვედიანი რო იყოს ერთი თეთრი არ დაიკარგება ერთი მაიმუნა შეიძლება პრომესაც გეტყვი მე რომლებს შეთავაზე რომ სურა პატარაია ჭეშმარიტი ქართული წოდებით და დაჯილდოდეს უზარმაზარი ინფორმაცია აქვს ვის რა აქვს დანაშაული მაგრამ თუ მოვა ადამიანი ეროვნულებთან მონანიებით მან ზურა პატარაიას და ელი ადამიანის კითხვას უნდა უპასუხოს და მერე იმ სასაფლაოში უნდა შევიდეს და შიდა დედას უნდა ჩაეხუტოს გულში ამას აკეთებს და გააკეთებს ესე იგი წარმოდგენილი არის რა მოხდა როდესაც მე დავუღე ქანთარიას დათოს და მითხრა რა შენ ისეთი ადამიანები გაძლევენ რეკომენდაციას ციხეში იჯდა ისეთი ადამიანები ხო მე ჩაგიხუტებ მიზნულად მე მინდა შეისახები უხსენე თუ სახელი უხსენე რომ დავიწყოს იმ გადაფერებთან ურთიერთობა პირდაპირ დაბარაკო სპილ გადაფერებში ბევრი არის თბილისში ძალიან ნიჭიერი ადამიანი 3 და 5000 რანიჩი ჩვენ შეგვიძლია უდიდესი რეზერვები ავამოხდეთ აი საბანკო სისტემა და ეს ყველაფერი მოla მიმართულება უნდა იყოს თო აი ამ ქალებთან მიმართებაში კიდე ერთ საკითხს ვიტყვი ახლა ჯულია ბობოხიძემ გააკეთა განცხადება და მალე ინგლისის იმაში ჟურნალში გამოვიდეს რომ მარცელ დედას არ მოუკვდეს შვილი. ლაპარაკია რაზე იცი საერთაშორისო დედათა სამშვიდობო მოძრაობის ჩამოყალიბებას. აი ამ ხრივ
მე მინდა ზუგდიდში რანა ჩაჩიბაიას მივეცი ვისთან მივიდეს რატომ მივიდეს იმიტომ რომ ზუგდიდში მე ვიცი ეს ინფორმაცია სხვების არიან და მე მას პირდაპირ ვუთხარი ნუ ჩასვლა მამოძრაობას ვიწრო ჩარჩოში და ნუ გახდება ეს რომელიმე ერთი მიმდევრობის აი მაგალითად აფსანძისთან მიმართებაში გაჟღერდა ეს წინადადება რომ ძალიან სრული პროგრამა აქვს ძალიან დიდი პროგრამა აქვს მერაბშოყობას ძალიან რაღაცა სასწაული თუმცა ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ყურა მაკაცარიას ანუ აბსოლუტურად მიმკორწვებელი რომ ესე იგი ეს არჩევნები ბოიკოტი გამოცხადო დამარჩენებს. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ გარკვეულ ეტაპზე როგორც განდი ეს დიდი პლატფორმა და ეს შეერთება და ეროვნული დამორჩილება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მარტო ივანიშვილი პრეზიდენტებიდან დაიწყო, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც იქ რუსეთში შემოწმიანდება სიტუაცია და ეროვნული მოძრაობის მოზრობა დაიწყება. აი ამ ყველაფერი ეს კონტექსტები არის იქით, რომ ჩვენს ირგვლივ დადგეს ის ადამიანები, რომელთა ინტერესების გადამწყვეტი გავხდებით ჩვენ და თუ თვითონ არ მოინდომეს აი ეს ჩვენ ადამიანები და შემირჩევა არ არის გააქმნია ხელი, მაგრამ აქ მეორე არის ვინც გამოვიდა და ვინც ნარკომანი იყო, ნარკომანს გამოვიდა, ვინც გაჭირვებიდან გამოვიდა, გაჭირვებიდან როგორ მოხდება ჩვეულებრივ აი ამ პროცესში რომ ჩაიქმნება და მეზობელს უკვე აი ამ პროცესიდან 30000 ლარი აქვს შვილიდან მოგებია თვითონაც გაშლება ესე იგი ამ პერმაკულტურის პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ვიტყვი ახლა ესე იგი მე ამ იაპონური მეთოდით მიწის რეზერვებზე ვიმუშავე და ვერ შეძლო იაპონელმა მასანურ ფუკუოკამ რომ მასიური გახსნილიყო ეს ნაწარმი სულთან ჩვენს ქართველები არ შეგვიძლია აი ეს რას ნიშნავს იცი ამ კვების ობიექტებში ადამიანებს დღეს ჭირდება აი გიორგი გუნიევა როგორ არ ვახსენოს ეკოლოგიაზე სასწავლი გრანტების ხარდება ეკოსოფლებზე ხო და როგორ არ თქვა რომ ეს ჩვენთან თანამშრომლობს და უდიდესი მადლობა მას მაგრამ ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება რომ შევქმნათ ისეთი კვების ობიექტი ცოცხალი და გავიტანოთ ჩვენი კულტურა იმას როგორ ესახება დამიჯეროთ რომ მილიონობით წლის განმავლობაში ჯდებოდა ეს რეცეპტები და შენ ამის შესვლა გინდა არა გადასაკეთებელია რაღაცა არის გასაკეთებელი ეს ძალიან მარტივ რაღაცას რომ ისეთი აპლიკაციები დაიწყოს უშუალოდ არ შეიძლება და მაგალითად ახლა გამიზრდა ლაპარაკი მაგრამ ჭიათურაში ერთ წამში შეუძლია დაარეგულირება როგორც კი მრეწველობის სამოქმედება იქ მანქანები გამოუშვა ელექტრომანქანები და საერთოდ ვერ შექმნა ტექნოლოგიური და ეს ხალხი განწავლებული მიწაში ხავჭარბანილი და რაღაცა ნუ ნებისმიერი მიმართულებით შეგვიძლია მე მოვჩერდე სენბეტრა და ძალიან საინტერესო იყო და მეც დავამატებ ესე იგი ჩვენ ქონდა საუბარი და კიდევ მინდა ამ თემას დავუბრუნდე, სწორედ ეს საბანკო სისტემა რაზეც ქონდა და რაზეც კითხვა დავსვი. თქვენ ქონდათ ესეთი წინადადება, რომ გვარიშვილებმა, რომელიც შეიქმნება ყველა გვარიშვილებიზე, ყველა გარკვეულ თანხას შემოიტანს, თქვა ერთი და ხო გვარში არის 1000 კაცი თქვა, ყოველთვის 1000 ლარი შემოიტანს. აი ეს შეიქმნება დიდი ბანკი, სწორედ ამ საადმინმამულო ბანკებს სწორედ ჩაგერთვები რომ სწორედ მარტივი ესე დაიქმნება ყველა მაღაზიაში შემოსული ხალხი ჩაყვეს მაგრამ თვითონ მაღაზიის მეპატრონებიც ჩაყვიან ესე ყველა ქუჩაში ეს მოედება მთელ სოფლიოს და იმიგრანტები ამბობენ ჩვენ ყველა ამ ფონდში მივიღებთ მონაწილეობას მაგრამ აქ უფრო მთავარი ის მოხდება რომ რატო დებს ეს ადამიანი ამ ფონდს ამის გააზრებაა თავარი და შემდგომ სულ განახორციელებთან მოკიერთობით უკვე ჩვენ ვიწყებთ იდეათა ბანკის ამუშავებას და იდეების აქტიურად გადაკეთებას. სწორედ ეს ბანკმა უნდა გადაარჩინოს საქართველოს, იმიტომ რომ დღეს ეს სიტუაციაში პირველი დარტყმა ხდება საქართველოს მოსახლეობაზე ფინანსური ბანკების მხრიდან, რომელიც ნამდვილად სწორედ ის ემიგრანტი, მოთქვით, დედები და წარსულები არიან, იმიტომ წავედნენ გაჭირვების გულისთვის წავედნენ და სწორედ მათ გვერდზე დუმით, სწორედ მათმა უკეთესად იციან, როგორ კიდევ შეიძლება გავაუმჯობესოთ. ჩვენ ვთხოვთ მოგწერეთ, დაგვისვით კითხვები, კომენტარებში მოგწერეთ კითხვები, დაგვისვით, რომ ჩვენც გავაანალიზებთ ამ კითხვებს, მივიღებთ პასუხებს, გავცემთ და წინადადებებს რომ გვაწოდოთ ისეთი, რომელიც თქვა ნამდვილად საჭირო იქნება. ჩვენ მოხალულები ვიქნებით ამ მიმართულებით. თავარი არის 5.16.2011 ვარპარტიელები თუ ტევე მამული და საქართველოს გამარჯვების პლატფორმა არიან პარტიელები. ბატონო ჩვენ პარტნიორობთ
და სწორედ ჩვენი პარტნიორობით და ურთიერთობით უნდა გამოვიყვანოთ საქართველოს დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაშია. საქართველოს ყველა ებრძვის. საპატრიარქოსებზე არ და საპატრიარქო ჩვენ ხელისგულზე უნდა ვატაროთ კიდევ ქართულობას კიდევ რო ინარჩუნებენ საზღვარგარეთ ქართველები საპატრიარქოს დამსახურებაა რომ იქ ეკლესიები გახსნა საზღვარგარეთ და ამ ქართველების თავშეყრის ადგილი არის ეს სარწმუნოება ეს თუ შეხედოთ სუსიკი არა სუსიკი კარგავაცია ამიტომ ეს რასაც დღეს საპატრიარქო აკეთებს რომ ეკლესიები შეიქმნა საზღვარგარეთ რომ მარტო ოთახია თუ რაღაცა სადაც იკრიბებიან მიდიან ეს ქართველები ქართული სულიტრიალებს ქართული გენეტრიალებს და კიდევ ამეთი გვიდგია კიდევ სული რომ კიდევ უფრო არ მოწყდნენ ისინი საქართველოს სწორედ საპატრიარქოს დამსახურებაა დღეს ეს და ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ ისევე როგორც ივანიშვილი ძალიან დიდი მსახურებაა რომ დღეს უნიადაა თავისთავად ივანიშვილის დამსახურებაა რომ საქართველოს შეუიარეს რაც არ უნდა იძახოს ახლა ვიღაცა ჩვენ გადაგვარჩინა ისევე როგორც ირაკლი კობახიძეს რომელიც აღიარებს რომ გერამშონია თემურ მობოხიძე და ეს ჯგუფი არის უძლიერესი ჯგუფი და მათი ნდობა შეიძლება არ უთქვამს მე რომ ვიცი რასაც ვიქნებ ნუ დრომ მოდა იქოს ყოველდღიურად იმიტომ რომ სწორედ ჩვენ ვართ ეს ჯგუფი და ეს ხალხი რომ ჩვენ აქცენტს და მემართულებას იქ კი არ ვაკეთებთ რომ ვინმე ვაგინოთ და შეურაცხყოფა მივაკეთოთ აქცენტს და ყურადღება ჩვენი გადაციკითულ გამოსავალი რაშია და გამოსავალს ვეუბნებით რომ როგორ გამოვიყვანოთ სახელმწიფო ეკონომიკური მდგომარეობიდან და პოლიტიკური პრესიდან ტაშკილი არის ქართული სიტყვა არა ირაკლი გაგიზელა მაგრამ ბედაშენ დამეჭდეთ რუსთავეთთან და ფეხები და ვანური ერთი გამოვან უნასო გაცივით მაგრამ ნახე რა კარგი განცხადება გააკეთა და შემთხვევით გავიცანი ამირან ბურჭულაძე აქედან მიმართავ ეს არის იმ პატა ბურჭულაძის მეგობარი რომ ეროვნულები ყველა გაერთიანდებიან და ეს გაგვიზის სინადადება არის და ბევრი რომ არ გადაიყვანოს ციხეში სააკაშვილი იმიტომ რომ ის ხალხი ვინც მისი მოკლეა ორ ნაწილად იყვნენ რევანშისტები რომლებსაც უნდა ხელისუფლებაში და გარედან ისე მართული გახდნენ მეორე არიან იდეურები რომლებიც მის გვერდით იდგნენ და დღეს ფაქტიურად ამ დაჭერის შემთხვევაში რაღაცა უნდა არსებობდეს სადაც ესენი შემოვლენ და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რომ მორჩა ეს ძველი всё უკვე აღარ მუშაობს ეს ძველი მოდი დავიწყოთ ქართული ცნობიერების წინსვლა უნიჭიერესები არიან ძალიან ძლიერები არიან მათი ცოლები არიან წასული როცა მოხდა იქ საზღვარგარეთ და ბევრი ამბობს რომ ნაცებია ბევრი მოდი ნახოთ რა ჩვენ თუ ბანკზე ვლაპარაკობთ ამას ასეთი კრედიტი მიეცემა სუბსიდირების ეს მექანიზმი შვილი გამოვაცეკი და დებილური სესხები განმოვდება აქ სიტუაცია შეიქმნება ახლა დაღე რა ყურე უსაფრთხო მოდელი რას ნიშნავს თქო აი მეზობელი გადმოხედავს მაგალითად ისა ხედავს რომ შეიძლება კარგად მიდის. მეზობელი სახელმწიფოები არ ნახევენ რომ ეს ასეთი საბანკო სისტემა, მესაკუთრეობა, ურთიერთობის აღდგენა, ტრადიციების აღდგენა ეს ხო ჩვენ ახლა რუსულენოვანი რომ დავიწყოთ ამ გადაცემების ისა. თქვენ წარმოდგენილია რა გაქვთ ჩვენი პარტნიორობა რას ნიშნავს? არა ნიშნის მოგივით კი არ გეუბნები. ჩვენ საერთოდ ხმა უნდა მოვიდეთ. არ მინდა თქვენი ვიტევე მანუისთვის. აი მივცეთ როგორც გივისოსელია კრაკეთა ზუგის ფაიბურის ქარხანაში ყველა იმას მხატვარს ცალკე საამქრო და კონკურენცია და ორწელიწადში ჩინეთს. მივცეთ იმათ, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან პატარა ტელევიზიებს და გვაჩვენონ რისი გაკეთება უნდა ჩვენ გადავხედოთ. მე ზუსტად ვიცი, ვისაც ხელი უკანკაებს იმას არაფერი არ გამოვიდა. როცა ჩვენ ნახავთ რომელი მეთოდი მუშაობს, ჩვენ ჩავერთოთ და ამ ტოტის ნაწილებით შევქმნათ ერთი ძლიერი ინტერნეტ ტელევიზია. მე ვცდილობ რომ საერთოდ აი მაგალითად საქართველოს ხელისუფლება ამბობს რომ უნდა მოხდეს ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკა, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა და ამ ქართველებს რა დაგვემართა რომ ერთმანეთთან ეს გადატვირთვის პოლიტიკა ვერ დავიწყეთ, ხო? რაღაცა უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ რომ ახალი დაიწყოს. თუ არ დამთავრდა და სულ მივსტილე და სულ განცეთ ერთმანეთი ამეთი წინ ვერ წავალთ. ამიტომ რაღაც გადატვირთვის პოლიტიკა უნდა დაიწყოს და რაღაცნაირად უნდა მოხდეს ქართველი ხალხის გამთლიანება. ეროვნული ხალხის, თქვათ იგივე შევარდნაძის ხალხის, გამსახურდიას ხალხის, სააკაშვილის ხალხის, ივანიშვილის ხალხის რაღაცა უნდა მოხდეს გადატვირთვის პოლიტიკა, არის საჭირო შიდა გადატვირთვის პოლიტიკა. რაღაცა ირაკლი გაგიზეო იცახა. რაღაც შევარდნაძესთან იყო ვერ უღალატებდაო.
მე შინი და აღარ გამოდიოდა, მაგრამ გამოჩნდა ერთი კაცი შევარდნეზე და როგორც ყველაზე დატოქანტარია, მაგრამ გამოჩნდა ზურაბ პატარაია, მოსო ისეთი ინფორმაციები მაქვს ყველაზე. იმათმა უნდა თქვას, რატო გააკეთე ჩემი ზმისშვილები, ანუ პირდაპირ არამარ დაიღუპნენ ის გამო, ის რაღაცები ჩაკეტეს და ვიღაცის ხარზე იდგნენ. ხო და შენ მოდიხარ და მოხდა ისეთნაირად შეყვარს ვიდავდი ამას. აი ძალიან მონანიებით მოხვიდე და მაგალითად როდის ვიხდი შენ ამას გეკითხები, არ გიხდება ეს ამბავი, ამის მე ასე ვფიქრობ, რომ მე მონანიებით მივედი, რომ ამდენი არ ვიფიქრი და ახლა რაში მყოფ თავს, ხო, დავუშვათ, მაგრამ რატომ მიხარია ეს, იმიტომ რომ ამბობს თორსა. და ჩემთან ბევრი გამოჩნდება ჩემზე უკეთესები. აი მონანიებით არ ხარ მისული და სასაფლაოში შედიხარ და შუტარი დედა გიხუტებს ირიბატო პირდაპირ მკვლელს. რომელი ჯობია მაგის უბეში მოიქცე თუ გახურებულ გაზის კამერას შეხვიდე. მაგრამ თუ შენ მონანიებით მიდიხარ და მის მკვითინებ, ის აღიხუტებს გაკოცებს და გეტყვის შვილო. მოჩა ეს ზույგი რაღაცა. მაგრამ იგივე დედას გაუჭირდება აფხაზის დედასთან მისვლა და ოსის დედასთან მისვლა, ხო? ჩვენ ძალიან ძლიერი გენეტიკურად დაკავშირებული ვართ. აი რატო არის რომ იქ ნახიჯაურში ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ აუცილებლად მთელი კავკასიიდან ჩამოვიდა ის ფინანსები, რომ ლაპარაკობთ. აი აღარ წამოვიდნენ რამაზ ჩაჩიბაიასი და ნებისმიერი ინტელექტუალის საკუთრებას ვიხიდი და უპასუხ გავარიგებთ, ეს სომეხი იქნება, იზიდი იქნება თუ კავკასიელი ხალხის იქნება. კავკასია ვარ ჩვენი ერთი ოჯახი. ხაინობა არის ახლა როგორი პოლიცია და ბევრი რაღაცებს მიმახსოვრებ, რომ იქ შვილებს ვარვა და მოხუცებს და მშობლებს ფეხსუბანდა ბავშვი. და იქიდან იმ კულტურით მოდიოდა მორთულობა, ძიძეობა. არ არის ესე ადვილი სახლი არ მაგრამ ხაზეთანაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი ისეთი თემებია, რომელიც გულგიად უნდა ითქმის ეს. ამიტომ ნაბიჯები დრო მოვიდა უკვე, ეს ნაბიჯები გადაიგეს, ეს მონანიების ნაბიჯიც გადაიგეს, შენდობის ნაბიჯიც გადაიგეს, ყველაფერი რომ რაღაცნაირად მოხდეს ამ ქართველების დაახლოვება და გაერთიანება და რაღაც ნაბიჯები შეხების პირველ რიგში ჩვენი მთავარი მიზანი შეხების წერტილები მოუძებნოთ და შეხების წერტილები რომ მოიძებნოთ, მე გამოჩნდება სწორედ გზა. მუზა ვარდიაშვილი არის, რომელიც ჩემი ანტიპოდია, მაგრამ ჩვენ ნორმალურად ლაპარაკობთ, იმიტომ რომ ის თავისას ლაპარაკობს, მე უსმენ, არ უწყვიტავ და მე ჩემსაც რომ ლაპარაკობ, ის არ მიწყვიტავს, მაგრამ თავარი რა ხდება ასეთ დროს, ერთმანეთის შესვლას კი არ მიწევთ. ერთმანეთს ვავსებთ, სულიერი ზღობა თავარი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ ბევრი ხომია საუბარი, ბუნებრივად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და არა ხელოვნურად. ხელოვნური გაერთიანება ეს არის ოთხი ფურცელი, ფარატინა ფურცელი, რომელსაც იმ ხელმოწერას და იმ ყველაფერს აქვს იმ ფურცლის ფასი. თუ ბუნებრივად არ მოხდა ეს ყველაფერი, ურთიერთობის დაალაგება და ვეთქე რაც თქვით ძალიან მომეწონა ესედია, რომ ეს უნდა გადაწყდეს სუფრაზე. სუფრაზე ქართული წესით, ქართული სუფრა აკადემია. აი ტელეგრამის მოწილე გახდეს, აი ამ დუმბვა მოვიწვიოთ, შევქმნათ ჭკვიანი ადამიანები, ეს ისე ვერ გაკეთდება პასპორტი, ეს ქართულ სტანდარტებს უნდა ერთი შედეგი დავდოთ ძალიან ძლიერი საერთაშორისო. გაუჩნდათ მამულსაც ფინანსები და მთავარი ხო ხდება რომ ჩვენ ამ გადაცემებში სულ უფრო და წინ მივიწევით, სულ უფრო და მნიშვნელოვან საკითხებს თემები ისეთია, რომ კი ბატონო, მე ახლა წარმოვიდგინე ეს კონფერენციები ახლა შენი შეხვედრის მე დავთო მივიდივარ ძალიან ძლიერ შეხვედრაზე და ნუ ახლა მე უკვე სახში რომ გის მეძახდნენ, ახლა ნახევარი გის მეძახდნენ და სასწაულს ვისწორებენ, იმიტომ რომ ის სიძეხენარეკა, ის მანდარეკა შენ ვიდეოს უყურებ და მას ის რეიტინგი რომ სახში რომ მოვალ მარტო მედია არ მიყრა და მეთქს რა და ამ საფრთხის მომენტი უნდა შექმნა ესე იყო სოკრატე და ეს არის ამიტომ სწორედ ამ გადაცემას რამდენი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორედ ჩვენი მაყურებელი რომელიც გვისმენს და უკვე ჩვენ გადაცემას ძალიან მოემატა დისკუსიას ამ გადაცემას, მაყურებელი ძალიან მოემატა მაყურებელი და უფრო მეტი და მეტი მაყურებელი ურჩდება დისკუსიას და სწორედ თავაზობთ, აი სწორედ ეს მოაზროვნე პიროვნებებს, რაც ბატონმა ერებმა თქვა, ეს პიროვნებები მოვიწვიოთ და მათთან ერთად გავმართოთ ეს დისკუსია. ის ხილი გადაწერეთ ჩვენები მაშინ ეს რეიტინგი აიწევა და მე გადასალებას დაიწყება ხალხი. თემებზე იქნება, საინტერესო თემებზე იქნება საუბარი და იმ თემებზე, რომელიც ნამდვილად ჩვენ არ ვაქვთ, როცა კრიზისი ყველაფერს, კრიზისია ცუდად არის საქმეს, მაგრამ გამოსავალს ვერ ამბობთ. და ის სწორედ ჩვენ თავაზობთ იმ გამოსავალს.
რაში არის ეს გამოსავალი და როგორ უნდა მოხდეს გამოსვლა სორტამპლეს. საფი შექმნა კაი ინგლისური სიტყვა, მაგრამ შექმნა ჯგუფი, აი ახლა ხო გეუბნები რომ დამილეკა მითხრა ძალიან დიდარი უმდიდრესი მანამდეც ვიყავი შეხვედრილი მასთან შეხვედრა უნდა ავარიდე თავი, რატო იცი ჯერ ერთი მის უსაფრთხოებას უთხრიდები და მეორე ჩვენ არ ჭირდება რომ ვიღაცა პროექტები დააფინანსოს ჩვენ აშუაში. და თუ პროექტები დააფინანსდა მაგალითად იგივე ტრანზაქციი ტაქსისტი როსის და რო გადაყავს იქიდან რაღაცა პლატფორმაზე ანარიცხი იკრიბება და მე ეს ფული ესე იგი ამ ეროვნული განმაისაშვილი ვერ მოვიყვანე რა გამაში 500 სხვადასხვა პლატფორმა უნდა იყოს და გამორიცხულია რომ ვინმე მოკიდებს ხელს დაიწყებს ეს ახალგაზრდული ცენტრები მუშაობას რაღაცა იმ სკაუტებს ვაკეთებენ იმის მეტი არა გვაქვს ლაშქრობები გვაქვს სიყვარული გვაქვს გოგობიჭები გაიცნობენ ერთმანეთს რაღაცა წამოვა რა ვიცი რა ნამდვილად ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს და მით უმეტეს ეხლა აი მშვიდობიან პერიოდში რამდენი გამოჩნდა ხო? აი ამ მიმართულებით რამდენი გამოჩნდა სპორტსმენი იმიტომ რომ მშვიდობა რო ყოფილიყო ჩვენი სპორტსმენები ვერ გამოჩნდებოდნენ ხო? აი ახლა გუშინ ფეხბურთი იყო და სულ ახალი ხალხი გამოიყვანა წვრთნელმა სათამაშო 16 წელს ბიჭები ну ხო საერთაშორისო თამაში იყო ხო მაგრამ ესე იგი ძირითადი ნაკრები დაასვენა ეს ბიჭები რომელიც ჩვენი სიამაყეები არიან და საზღვაო თამაშობენ და ახალი ბიჭებს მისასპარეზი და ძალიან კარგი როგორ გონია თემურ ახლა ის რომ გაგენდება ეს ახალგაზრდები ამ საერთაშორისო პლატფორმაში რომელიც აი Facebook-ზე და Instagram-ზე იქნება პროგრამისტებმა პირდაპირ ძალიან ბევრი მუშაობს უკვე ჩვენ და ამიჯერე რომ ძალიან წინ მივდივართ სიტყვით კი არა საქმით მივდივართ იმიტომ რომ პირველ რიგში ერთმანეთში რაღაცა სიყვარული ჩდება ეს ბავშვები გამოცდილებას რომ მიიღებენ ყველა ქვეყანას და ძალიან სწრაფად გავრცელდება ეს იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს ეს მდგომარეობა ესე არ მაშინ უნდა დავიღუპოთ ხო ფაქტია რომ დღეს დასვენება და მედიცინა ერთიანდება და ფაქტია ისიც რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ ყველანაირად ებატონო მალობა მოუხალოთ ჩვენ გადამაყურებლებს მოიწონეთ გააზიარეთ თურქულად გადაცემებს და ძალიან საინტერესო თემებზე ვიხდება ყოველთვის გადაცემა ყოველი ახალი დისკუსია იქნება სწორედ ამ პროექტების განხილვა და ახალი ნაბიჯების გადადგმა რომელი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს შემდგომ ეტაპზე აი მარტივად გეტყვით რა ეს ირაკლი დუდუა ვერ დამიკავშირეთ 5-7 ტექსტები ლექსი ანუ მოაზროვნე ადამიანი ხარ, გონათელი ხარ, ქართული ცნობიერება მინდა დაგვონდეს და არ გაქვს ფინანსური შესაძლებლობა. უძილესი მილიონერი გარშემოება გახდე. ოღონდ შენ უნდა გქონდეს იმის საშუალება, რომ წარადგინო როგორ გამახორციელოთ ეს რაღაცნაირად შევქმნათ და ვინც გამოცდილება გაქვს და ეს ერთია და ასეთი პერიოდი. მადლობა, გაიხარეთ.